ლოცავთ დიდი სიყვარული. ყველაზე დიდი სათნოება, ყველაზე მაღალი სათნოება იცით, რომ ეს არის სიყვარული. საფრთხის სათნოება. სარწმუნოება, სასწრება და სიყვარული. ამაში ყველაზე მაღლა ამ საკუთხედში ეს თქვა წვერზე სიყვარული არის გამოსახული. ყველაზე დიდი სიმართლე თვითონ სიყვარულია. ამიტომ ამ სიყვარულის მომცემი ეს არის უფალი. სიყვარულის მჩუქებელი ნიჭი, მაჩუქებელი ნიჭი თვითონ არის აბსოლუტური სიყვარული, უფალი. სიყვარული ეს ეძლევა ადამიანს როგორც უმაღლესი ნიჭი პარალელურად მისი მოღვაწეობისა, როგორც საჩუქარი და უმსახურებელი წყალობა, როგორც სავსება, რომელიც მუდმივად ეს უნარჩვევა მას ახსენებს, რომ სულ უნდა სავსებისაკენ მიისწრაფოს ადამიანი, სულით მინდით მადლით აღსებით სავსებისაკენ. სიყვარული არის უბრალოდ აღმავსებელი ადამიანის, ორ ჭურჭელს აავსებს. ასე უნდა სითხით, ხო, მანწყლითა, ღვინითა და აი ესე ივსებოდეს უნდა ადამიანის სიყვარულით მისი სულიერი ჭურჭელი. ვეძებოთ უნდა სიყვარული, იგი ყოველგან არის. როგორც უფალია ყოველგან არის და ყოველგან იმყოფება, ასევე სიყვარულსაც ყოველგან იპოვის ადამიანი. თუ მას სურვილი აქვს და თუ ეძებს. ვინც ეძებს, ის პოულობს. სიყვარული არ შეიძლება და ვერ შეიძლება რომ არ და ვერ იპოვო, თუ ეძებ. ვეძებოთ სიყვარული ქრისტეს მიერ, ის არის ჩვენი არსებობის ფესვი. ის არის ჩვენი არსებობის ძირი, ჩვენი არსებობის ფუნდამენტი. და როცა მას მივიპოვით, ჩვენ მიხვდებით, რომ ჩვენი თავის ფესვი ვიპოვეთ, ჩვენი საკუთარი ძირი, ჩვენი საკუთარი ფუნდამენტი ვიპოვეთ, რომელიც უფალი არის. და ეს უფალი სიყვარული. ანუ ჩვენ რომ სიყვარულს ვიპოვეთ, ჩვენი თავის ფესვს პოულობ, რომელიც უფალია და ჩვენში უკვდავი ნაპერწკალია ამ სიყვარულის. სავსე ნიღავით ამ სიყვარულით და სიცარიელეს არ მისცეთ ალაგი. როდესაც სიცარიელეს მისცემს ადამიანი ალაგს, ვაკუუმს მისცემს საკუთარ თავში, წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს არ რჩება. მასში ყოველთვის შედის სხვა ძალა, არ ვიცი რომელიც. ამიტომ რომ არ მოხდეს ესე, სავსე ნიღავით და სიცარიელეს არ მისცეთ თავი, სულ მუდამ სავსე ნიღავით ამ სიყვარულს. ვინც სიყვარულს თესავს, სიყვარულს მოიმკის, აზრით, სიტყვით თუ საქმით. სიყვარულის თესვა აუცილებლად სიკეთეს და სიყვარულს ვერ მოხცევს პასუხად. მაგრამ ვინც როგორც სიბზნე სოლომონის წერია ბიბლიაში, ქვის მაღლა მსროლელიო, თავის თავს ესვლისო. და კიდევ წერია, ორმოს თხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებელი და თვითონვე გაედმება იმ მახიში. ვინც სიყვარულს თესავს, რა თქმა უნდა, სიყვარულს ვერ მოიმკის. ხოლო ვინც ქვას მაღლა ააგდებს, მასვე დაეცემა. ნუ უთხრის ქვას ორმოს, რომ შიგ თვითონ არ ჩავარდება, რა თქმა უნდა. ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს ცოტა თავისებური მოსაზრებებია, მაგრამ მასში უკვდავება ზუსტად სიყვარულს ნიშნავს. სული უკვდავია და მას მუდმივი სიყვარულის ფუნქცია აქვს, ერთ-ერთი მთავარი ნიჭი საფრთხისმეტყველო. როგორც ზოგიერთ სიმბოლურად შეიძლება ითქვას, ადამიანი მოკვდავი ღმერთია, ხოლო ღმერთი უკვდავი ადამიანია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თლად გამართული ღვთისმეტყველებად, მაგრამ სადღაც რაღაც სიბრძნეც ამაშიც არის. ზუსტად თავარი ჩვენი ხელოვნება, სიცოცხლისა, ცხოვრების ხელოვნება, ეს არის სიყვარულში გამოწვევის ხელოვნება. რომ გავაცნობიეროთ ეს სიყვარული და ამ გაცნობიერებულად, ამ სიყვარულის გაცნობიერების გრძნობით ვიცხოვროთ ჩვენ. ბოროტება ყოველთვის ხაოსია, ყოველთვის მოუწესრიგებლებაა. ბოროტებას არასდროს ჩარჩოები და საზღვრები მორალური არ აქვს. ამიტომ მცირე ინტერვალზე ბოროტება ზოგჯერ ეფექტურად მუშაობს, იმიტომ რომ თითქოს და შეზღუდული არაფრით არ არის. არც მორალური ჩარჩოებით, არც პასუხისმგებლობით, არც აუცილებლობით, არც მისი გაცნობიერებით აუცილებლობისა, რასაც თავისუფლებასაც კი უძახიან. არამედ არაფრით თითქოს შეზღუდული არ არის, თითქოს უსაზღვროებიდან, ქაოსიდან, რაღაც ასე ვთქვათ, უკონტროლობიდან, შემოუსაზღვრებლობიდან გამოდის ბოროტება. და ამიტომ მას დროებით თითქოს დიდი ტალღასავით მოქმედება აქვს, რომელიც დამანგრეველია და რომელიც მცირე ინტერვალზე თითქოს ბჭყალებში ეფექტურად მოქმედებს და მუშაობს. ხოლო სიკეთე ყოველთვის გრძელ ინტერვალზე იმართებს. იმიტომ რომ სიკეთე ყოველთვის შემოსაზღვრულია მორალით და მოწესრიგებულია რჯულის საზღვრებით. ამიტომ ვირჩევთ სიკეთეს და მივყვებით მას, როგორც ქრისტეს მცნებებს. და მინდა გისურვოთ ეს და ამ სიყვარულში გავძლიერდეთ.
ეს სიყვარული არ გვაფსოს უფალმა ამ სიყვარულით თქვენს ყველანი შვიდად მოვემზადოთ თვალ წირვალოსისთვის, შვიდად მოვემზადოთ თვალ ზიარებისთვის და გზახსნილი ქონოდეთ. ღვთის საიდუმლო სულის სასწაულებლად. ამინ.